მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია გაცემა სამოქალაქო საზოგადოება. ძალიან მძიმედ მიმდინარეობს პროცესები მმართველ გუნდში და რომელიც პრინციპში ქვეყანაზე სპოვებს ასახვას, ვინაიდან ქართული ოცნება სახელმწიფო ძალაა და ეს ყველაფერი დაიწყო მოსამართლეთა აი ამ კანდიდატებთან დაკავშირებული დაწყებული დავასთან, რომელიც აი ამ საახალწლოდ მოხდა, შემდგომში კარგად ვიცით ეკაბესელიას განცხადებები, მისი წასვლა იურიდიული კომიტეტიდან, მაგრამ კიდევ უფრო ღრმავდება ეს დაპირისპირება ჩინჩალაძეს და მურუსიძე გახდა საჯილდაო ქვა ქართულ ოცნებაში და პრინციპში მე პროცესები ისე წავიდა, რომ ნაკლებად თუ ელოდა ვინმე ამ პროცესების ამდაგარ განვითარებას, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ფაქტიურად ხარი დაუჭირა ირაკლი კობახიძეს და იმ ახლებს, რომლებიც რეალურად ლობირებდნენ იმ მოსამართლეების სიას, რომლებიც იყო უკმაყოფილების მიზეზი ახლებსა და ძველებს შორის. ეს და სხვა საინტერესო საკითხები იქნება ჩვენი დღევანდელი მსჯელობის საგანი. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს მემარცხენე ალიანსის ლიდერი სოსო შატბერაშვილი, მოგესალმებით ბატონო სოსო. ჯორჯიან თაიმსის დამფუძნებელი ბატონი მალხაზ ხუდაშვილი, მოგესალმებით ბატონო მალხაზ. და ჩვენ განვიხილავთ პირველ რიგში აი ამ მიმდინარე პროცესს, რომელიც ეს ვითარდება მოსამართლებთან დაკავშირებით. პრინციპში დღეს ძნელად თუ მოიპოვება ადამიანი იგივე პარლამენტიდან, იგივე იმ ადამიანებიდან, რომლებიც 2012 წლამდე იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ვინც გაამართლებს ჩინჩალაძის, მურუსიძის, ან იმ მოსამართლეების დანიშვნას უვადოთ, რომლებიც იყვნენ ერთ-ერთი რუპორები სააკაშვილის რეჟიმისა და რაზეც იდგა მაშინდელი სასამართლო სისტემა. და ჩვენ ეხლაც მოვისმინეთ მაგალითად არაერთი მოსამართლის განცხადება, რომ ისინი თავის საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, რომ ეს სია არ შეიცვლება და რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც სურთ. ბევრი ეხლა პრინციპში შეიძლება დასვას კითხვაა, რომ აი სად იყო ის ძველები, რომლებიც ეხლა აპროტესტებენ ამ სიას, როდესაც ინიშნებოდა მაგალითად სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარია, როდესაც მანამდეც მურუსიძე სააპელაციოში გადავიდა და რეალურად ის ჩინჩალაძეც ფაქტიურად გაეხსნა გზა სასამართლო სისტემისკენ. ანუ ბევრი კითხვები ისმის და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაღაცა გარკვეულწილად წარმოვაგიდგინოთ იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც საქართველოში ბევრ რაღაცას ნიშნავს მათი აზრი და გარკვეულწილად ეს ადამიანები არიან ხალხთან და არა ის ადამიანები, რომლებიც არც 2012 წლამდე ყოფილან ხალხთან და მით უმეტეს ახლაც არ არიან და რომლებსაც არც ავტორიტეტი გააჩნია და არც რაღაცა იმიჯი აქვთ საზოგადოებაში. ბატონო მალხაზ, აი მინდა რომ თქვენი დავიწყო თქვენთვის აი ეს დაპირისპირება, რომელიც აი ესე გამწვავდა აი მოსამართლებთან დაკავშირებით და შემდგომ იგივე განცხადება ბატონი ბიძინა ივანიშვილის და შემდგომ ბესელიას გადაწყვეტილება და პრინციპში კიდევ გრძელდება ეს პროცესი, არ ჩამქრალა ეს ცეცხლი, რომელიც გვინვარებს აი ამ მოსამართლებთან დაკავშირებით. რამდენად ელოდით, რომ სწორედ ასე წავიდოდა პროცესები და ფიქრობ თუ არა, რომ საბოლოოდ მივა იქამდე საქმე, რომ ეს მოსამართლეები უადოდ დაინიშნებიან და საბოლოოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაიტანს იმას, რაც რეალურად მათ სურთ. ძალიან რთული პროცესია დაწყებული ქვეყანაში და ეს დღეს არ დაწყებულა ეს პროცესი, დიდი ხანია უკვე თვითონ მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილმა მოითხოვა, რომ და პრინციპში ეს იყო პირველი პროცესი, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო პარტიის თავმჯდომარედ. ეს იყო სწორედ ის ნაბიჯი, რითაც უნდა მომხდარიყო თითქოს პარტიის, ასე ვთქვათ, დიფერენციაციის შეჩერება. მაგრამ სამწუხაროდ ეს შეჩერება არ მოხდა, იმიტომ რომ ჩანდა, რომ კვირიკაშვილი ვერ მართავდა ოცნებას, გამოჩნდა ეს თვალსახად, არ ემორჩილებოდა ოცნების უმრავლესობა მას და კვირიკაშვილი გადადგა. დღეს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ვაკუუმია, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, სამწუხაროდ ის როგორც ჩანს ამ ყოველდღიურ პროცესებში არ არის კარგად გაცნობიერებული, ჩემი აზრით და რაღაცა სხვა გადაწყვეტილებების მიღება ხდება, ანუ იმ გადაწყვეტილებების, რომელიც მთლიანობაში ქართულ ოცნებას დააზარალებს და თუ დაზარალდება ქართული ოცნება, სამწუხაროდ დაზარალდება ის ადამიანები, ვისაც შვიდა ცხოვრება უნდა და არ უნდა კიდევ ომში და დავით არაბაში ჩაფლა, რომ ისევ ნაციონალურ მოძრაობასთან ხელჩართულ ომში ჩაერთოს და სამოქალაქო ომის პროვოცირება მოხდეს.
სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ეს ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდივით არის დღეს მოსამართლეების უადოდ დანიშნა. ისეთი კანდიდატურებია წარმოდგენილი, რომელი კანდიდატურების მიმართაც არ შეიძლება იმ ადამიანს, ვისაც ეს მთელი პერიოდი აქვს გავლილი, 9 წლიანი ჯოჯოხეთური ტანჯვის, არ შეიძლება რომ საყად მოაზროვნე ადამიანმა ამ კანდიდატურებზე თქვას, რომ უირა კარგია, რომ ესეთ კანდიდატურები არის. მაგრამ მაგ მეორე შესაძლებლობაც ამას. სხვა მხრიდანაც შეგვიძლია შევხედოთ. რატომ გადაწყვიტეს, რა არ იცოდნენ, რომ საზოგადოების მხრიდან ესეთი აგრესიული რეაქცია მოხდებოდა ამას? რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი? ჩემი საზრით ეს მიზანი არის ის, რომ მათ ჭირდებათ ისეთივე ორმოჭრილი მონები მოსამართლეებად, როგორც ჭირდებოდა წინა ხელისუფლებას. დაახლოებით ეგეთ დასკვნას ვხედავ მე. და ის ფაქტი, რომ თვითონ ამ კანდიდატურებს ნაციონალური მოძრაობა და ოცნების რაღაცა ფრთაში, რაღაცა პატარა ჯგუფი აკრიტიკებს და საზოგადოება აკრიტიკებს, ეს რაღაცა ჩემთვის ნონსენსია, მაგრამ ფაქტის სახეზეა, რომ ნაციონალური მოძრაობა და ეს ხალხი ერთად აკრიტიკებს ამ ხალხს. ნაციონალური მოძრაობა რატო აკრიტიკებს, ამას ვერ გვებულობ. ეს ის ხალხი არ არის, ვინც მათ დაკრუზეც ეყავდა მთელი წლების განმავლობაში, მათ ეშინიათ, რომ ეს ხალხი მათ მიმართ რაღაცა ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომელი გადაწყვეტილებებიც მათ წინააღმდეგ იქნება ძალიან მწარედ წარმართული. აქ ხო არ არის რაღაცა ძაღლის თავი დამარხული. მე ახლა არაფერი არ შემიძლია აქ ვამტკიცო, უბრალოდ მე კითხვას ვსვამ. ხო არ შეიძლება ეს აქ ამ მიმართულებით არის გათვლილი. მეორე მომენტი, რომ თვითონ ახლა პარტიაში რომ რამოდენიმე ფრთა არის გამოყოფილი, ახლა ამას ორი აზრი არ აქვს, ხო? ყველამ ძალიან კარგად ვიცით. რომ ეს არის ასე ვთქვათ ახალგაზრდების მიმართულება, რომელსაც პირობითი ლიდერი ყავს, ასე ვთქვათ, კობახიძე, მდინარაძე, თალაკვაძეს სახით და არის ჯგუფი, ასე ვთქვათ, ძველების, როგორც თვითონ ბატონმა ბიზინა ივანიშვილმა დაარქვა მას, ძველი გვარდიის, რომელიც პრინციპში გამოკვეთილი ლიდერი მათ არ აყავს. თუმცა ცალკეული პიროვნებები ამ ფრთაზე იკვეთებიან. რამდენად მოხერხდება ამ ჯგუფის, ასე ვთქვათ, გაერთიანება და ერთ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება, ეს მეორეა და მესამე, ეს არის ჯგუფი, რომელსაც ასე ვთქვათ, პირდაპირ დავარქვათ ჯგუფი ლევან გაჩიჩილაძესთან ასოცირებული ჯგუფი, რომელიც პარლამენტში საკმაოდ 10 კაცამდე კი არის და შეიძლება ამ ჯგუფმა საკმაოდ დიდი როლი შეასრულა არჩევნებში, დადიოდა რეგიონში და ხალხს მოუწოდებდა, რომ არჩევნებში ხმა მიეცათ. არ არის გამორიცხული ეს ჯგუფი გააქტიურდეს და ერთს დავამატებ კიდე. მე საერთოდ გონია, რომ შეიძლება არ არის გამორიცხული, მე ისე ვარაუდების დონეზე გამოვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი თვითონ უბიძგებს, რომ ეს ოცნება დაიშალოს რამოდენიმე პოლიტიკურ ძალად და ეს პოლიტიკური ძალები შემდეგ გამოვიდნენ, ასე ვთქვათ, ანუ ის სტრატეგია განახორციელოს, რაც ნაციონალური მოძრაობა განახორციელა მანამდე. ეს პრინციპში ირჩი ახაც გასაგებია ეს შემდეგ მთელი ეს ფრაქციები რო დაიშალა. კი ბატონო, მოქალაქეთა კავშირიც ეს პრინციპში ბატონო ეს რო გარდაუვალია, ამას ყველა პოლიტიკოსი ხედავს, ყველა პოლიტიკოსი, მაგრამ ერთი რამე არის. ბიზნესს დაინახა ეთყობა და ამას ცდილობს რომ დააშალოს. გასაგებია, მაგრამ აქ რა არის, იცით ახლა თუ კი შენ უვადოდ დანიშნავ ამ მოსამართლეებს და რეალურად მის მწვანე შუქს აუნთებ, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის არის, ეხლა უგდებ ხელში იმ ადამიანებს, რომლებიც კაცმარიცის ხვალ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ხალხი ემსახურებოდა სააკაშვილის რეჟიმს და დღეს ხვალ და ზეგრ კაცმარიცის ისინი რა ვიშე მოემსახურებიან. როდესაც ადამიანი ერთხელ ერთ გუნდს ემსახურება და ჩვენ ხო ვიცით, რომ ისინი იმ გუნდს ემსახურებდნენ და არა ქვეყანას. სასამართლო არავის არ უნდა ემსახურებოდეს, სასამართლო უნდა იყოს ყველაზე მაღლა. და ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ხალხი იყვნენ სწორედ სააკაშვილის რეჟიმის მსახურები და არაერთი ცნობილი საქმე მოლაშვილის, გირგვლიანის, ბუტარობაქიძის, ბევრი აი მოსამართლეების დამსახურება. ბატონო სოსო, აი თქვენ როგორ ფიქრობთ? გასაგებია, რომ მიდის პროცესები რაღაცა რღვევისკენ და არის ლოგიკა იმაში, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილიც უწყობდეს ხელს ამ ყველაფერს. თან ისიც გავითვალისწინოთ, ორჯერ იყო ხელისუფლებაში ოცნება, დასავლეთი შეიძლება ნაკლებად დაუშვებს იმ ძალის მესამედ გამარჯვებას, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ყვირის უკვე ეს ყველაფერი ჩვენ ხან ხო დასავლეთის ლოცვა კურთხებით ხდება ყველაფერი და ეხლა მესამეჯერ კიდე ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოყვანა შეიძლება ბევრისთვის ზანზო და ზედმეტი იყოს. მაგრამ
აი იმისთვის რომ რაღაცა პროცესებით დაიშალოს ქართული ოცნება, რატომ არის საჭირო რომ სასამართლო სისტემაში მოვიდეს ის ხალხი, რომლებიც შემდგომში შეიძლება ცუდი პროცესების დაწყების სათავე იყოს ქვეყანაში, იმიტომ რომ სასამართლოდან შეიძლება მოხდეს ძალიან ცუდი პროცესების დაწყება ქვეყნისთვის, ხო? მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ წელს პირველად ვარ თქვენ სტუდიაში და ვსარგებლო მომენტით და ჩვენს ხალხს ულოცავ ახალ წელს. და ვისურვებ, რომ 2019 წელიწადი 7 წელიწადი ყოფილიყოს, იმიტომ რომ აი თუნდაც ახლა თქვენი შეკითხვებიდან ჩანს, რომ წინ გველის რაღაცა ბობოქარი წელიწადი პოლიტიკურ ბობოქრობას გულისხმობ მე, თორე ომი ღმერთმა ნუქნას, ნურც სამოქალაქო და ნურც სახელმწიფოთა შორისი. მოდით რუსთაველს დავესესხები, კაცსა მტერი ვერას უზავს, რომე კაცი თავს საუზავს, აი რასაც ახლა ქართული ოცნება თავის თავს უშვება, მტერი ვერ უზამდა ამას, აი ნაციონალური მოძრაობაც კი ვერ უზამდა იმას, რასაც ისინი აკეთებენ. გესმით ძვირფასო მეგობრებო, მაყურებლებო, მსმენელებო, ის ადამიანები, რისთვისაც ოცნებას ხალხმა ხმა მისცა 2011-2012 წლებში, ნუ 11-ში დაიწყო ძირითადად ოცნების პოლიტიკაში მოსვლა. რისთვისაც ხმა მისცა, რომ გასამართლდებოდნენ, ან მინიმუმ განთავისუფლდებოდნენ სამსახურიდან ის მოსამართლეები, რომლებიც აი წეღან თქვერას თქვით, სააკაშვილის სამსახურში იყვნენ, აი რა არის ამ სამსახურის უკან, ამ სამსახურის უკან ხომ უზარმაზარი დანაშაულები დევს. უამრავი უდანაშაულო ადამიანის ციხეში ჩასმა და დასჯარი, არა, მათ ხელებს უკან, მათ ზურგს უკან უზარმაზარი სიბინძურეებია და უზარმაზარი დანაშაულია ჩადენილი. აგერ ჩემს წინ მжდომი, ჩემი მეგობარი მალხაზიც სერიოზულად დაზარავდა მონა მოსამართლეების გამო. ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ ბენიძე ასევე არაფრის გულისთვის გაასამართლეს, საერთოდ არაფრის გულისთვის. მიუსაჯეს 1 წლიანი ციხე და შემდეგ 5 წლიანი დევნილობა და ის მოსამართლე. თვითონ ბატონოს ბოდიში რომ გაწყვეტინებ, თვითონ ქართული ოცნების აქტიური წევრები, დაჩიცაგურია, ჯიშკარიანი და უამრავი წევრი აი ამ ხალხის მიერ იყო გასამართლებული. გოგი ჩაიშვილი და ეხლა წარმოიდგინეთ ეს ხალხი აძლევს უნდა მისცეს ხმა იმ ხალხს, რომლების ხერხლიც იყვნენ თვითონ და აი ბატონო ნიკო, ზუსტად ამაშია საქმე. იმიტომ დაიწყო განხეთქილება ქართულ ოცნებაში, რომ იქ არის ხალხი, რომელმაც საკუთარ ზურგზე იწვიეს აი ამ მოსამართლეების ქმედება და ეხლა როგორც აქ ითქვა, ბატონო თქვენ გჯერავთ, რომ მარტო აქედან დაიწყო განხეთქილება? არა, მე არ ვჯერა, მაგის უბრალოდ ეხლა ვჟელობთ, მე არ ანუ უფრო ღრმა პროცესია. რა თქმა უნდა, უფრო ღრმა პროცესია და აი მე მგონია რომ აი გეთანხმები მალხას წეღან რაც თქვი რომ უნდა ეტყობა დღევანდელ ხელისუფლებასაც მონა მოსამართლეები. სამწუხაროდ ყველა ჯგუფი, ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც მოდის ხელისუფლებაში, ცდილობს დაიმორჩილოს სასამართლო სისტემა. და აი ეს მოსამართლეები ეტყობა შესანიშნავ მასალად შეარჩიეს, რომ აი მონებად გამოგვადგებიან ესენი, მაგრამ უადოთ მათი დანიშვნა. ეს არის კატასტროფა, ეს არის ჩვენი ქვეყნის არ ვიცი სადღაც ცეცხლსა და გეენაში ჩაგდება პოლიტიკურ ცეცხლსა და გეენას გულისხმობ, რადგანაც უადო მოსამართლეებად დანიშნო მონა მოსამართლე, ეს მართლა კატასტროფაა რა. ამიტომ ჯერ საერთოდ საკამათო არის საკითხი, რომ რატო უნდა დაენიშნოს მოსამართლეები უვადოდ. ეხლა ეს გადაწყვეტილება აი ახსნა იმით იპოვეს, რომ ისინი უფრო დამოუკიდებლები იქნებიან, მაგრამ რანაირად იქნებიან მაგრამ რატო უნდა იყვნენ 10 წლით, 15 წლით და ჯერ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ისე შეცვალეს პროცესი, ადრე იყო მაგალითად კოდექსში, რომ მოსამართლეც აგებდა ფაქტურად პასუხს, თუ კი ის უკანონობას ჩაიდენა. დღეს ისე არის, რომ თქვენ გინახიათ ვინმე მოსამართლე თავისი უკანონო გადაწყვეტილების გამო დაჟილი, იუსტიციის ვინმე გინახია ერთადერთი გთამზე თუ წაასწრეს, ანუ ფულს რო იღებს, მაგ შემთხვევაში კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ უამრავი უკანონო გადაწყვეტილება იქნება. ისიც იმ გთამზეც მაშინ იჭერენ, როდესაც ჩაწყობილია, ბოდიში ჭალებში მინდა ვთქვა, თუ მოუწყეს თუ ჩაუწყეს მოსამართლეს, მაშინ იჭერენ გთამზე, თორე გთამზედაც ძალიან იშვიათად მინახავს დაჭერილი მოსამართლეები. ეხლა გამოსავალი რა არის? მე როგორც პოლიტიკოსი და
ჩემი პარტია ყოველთვის ვამტკიცებდით, რომ სასამართლო უნდა იყოს არჩევითი ორგანო. არც პარლამენტი უნდა ნიშნავდეს, არც იუსტიციის საბჭო არ უნდა ნიშნავდეს. ხალხი უნდა ირჩევდეს მოსამართლეებს. კომუნისტების დროს ეგრეა. კომუნისტების დროსაც კი არჩევნები იყო მოსამართლის ერთ-ერთ ინსტანციას მაინც, ხო არის სამი ინსტანცია რა. მე არ ვამბობ, რომ სამივე ინსტანცია არჩევითი უნდა იყოს. არჩევითობაშიც აქვს არჩევითობასაც აქვს თავისი მინუსები. უკრაინაში იყო არჩევითი სისტემა ერთი პერიოდი და გაუქმდა. მაგრამ ერთ-ერთ ინსტანციას მაინც უნდა ირჩევდეს ხალხი. თუნდაც სააპელაციო. დაგიბრუნდებით, მაყურებელი გვყავს ხაზზე, გისმენთ, შეგიძლიათ დასვა კითხვა. გაითიშა. კი ბატონო, ცოტა და იცით რა არის? აი ეხლა ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც რეალურად აი ჩასაფრებულის პოზიციაში ვართ და გვიხარია აი იგივე ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯის რაღაცა არაქმედითი და რაღაცა ალოგიკური ნაბიჯი. პირიქით, იმიტომ რომ ეს ქვეყანაზე პოვებს ასახავს, ხო? მაგრამ აი უყურეთ, წარმოიდგინეთ, ეხლა 2019 წელი არის წინა საარჩევნო წელი. 2020-ში უნდა გადაწყდეს ქვეყანა რა გზას აირჩევს, ხო? აი, როდესაც ეხლა ეს გუნდი, ქართული ოცნება გავა არჩევნებზე 2020-ში. აქამდე იყო ესეთი ლოზუნგი, რომ აი ნაცების წინააღმდეგ კიდევ ის 9 წლიან რეჟიმზე ლაპარაკი. აი, როგორ უნდა თქვა შენ, როდესაც არჩევნებზე გახვალ, რომ ნაცები ცუდია, იმათმა საშინელებები ჩაიდინეს, როცა შენ ნაცების რუპორ მოსამართლეებს ნიშნავ თანამდებობებზე, აი ამ ხალხს და შემდეგ რომ გახვალ აი ამ უბრალო ხალხში, აი რა ნამუსით უნდა ილაპარაკო იმის შესახებ, რომ აი ნაცები ცუდია და ნაცებმა ესეთი გააკეთეს. ხო გეტყვის ეს ხალხი? კი მაგრამ შედალოსილო თუ ნაცები ცუდია, თუ მართლა ეს საშინელებებია, მაშინ შენ აი ამ ხალხს რატომ ინიშნავ მოსამართლეებს? და აი რას უპასუხებენ? მე ძალიან მაინტერესებს მე. კითხვა არის და მაყურებლის და შემდგომ თქვენთან გადმოვა. გისმენთ? გამარჯობათ, მეგესალმებით გენაცვალე. გისმენთ. სამთავეს კაი ხალხი ხარ, გენაცვალე ესტიერი ხალხი და პატიოსანი ხალხი. რა მაინტერესებს ვიცი? ალო, გესმის? ალო. გისმენთ? გესმის, ჩემი. დიახ, მესმის და დასვით კითხვა. ბიჭო, ისეთი ხალხი არიან სათავეში, რომელ ხალხი არ აინტერესებს გენაცვალე. არ აინტერესებს არც პატიოსნება, არ აინტერესებს აპირისებით არის ავსებს. უშუპაშვილი ეიღეთ ახლა თქვენ პოიტი უშუპაშვილი. როგორი კაცია უშუპაშვილი? დატოვა პარტია, სხვა პარტიას ქნის. რიჟიგვეზე ვიპას, ნატელაშვილი ეიღეთ და სათავეში უნდა იყოს თქვენი და პატიოსანი ხალხი. გასაგებია ბატონო ჩემო და ეხა ყვარყვარეს მიმდევრები სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში ბევრია და აი მაგას თქვენ ეხა რაღაც რამდენიმე პროცესი ახსენეთ, მე ცოტა არ იყოს ეს პროცესები შეიძლება რაღაცა მართულად მეჩვენება და გეტყვით რატო. გახსოვთ ალბათ სპეცოპერაცია ამ ღამის კლუბებში, სადაც ვითომ ისე შეიფუთა ყველაფერი, რომ აი ხელისუფლება აპირებს აი ამ ნარკოდილერების და ნარკობარიგების წინააღმდეგ ბრძოლას და შემდგომ ისე მოხდა ყველაფერი, რომ მწვანე შუქიანი თუ ამ ყველაფერს და რეალურად კანონმდებლობა შემუშავდა და ეს ყველაფერი დადგმულ სპექტაკლად წარმოგვიდგა. ხომ არ ხდება ის, რომ რეალურად ეს პროცესები მიდის იქითკენ, რომ კი მარგინალიზაცია წავიდეს, კი ბატონო, აი ამ ადამიანების, ამ მოსამართლეების და შემდგომში ჩვენ წარმოგვიდგინონ არა ის ხალხი, რომლებიც რეალურად არიან წარმოდგენილი ახლა იუსტიციის საბჭოს მიერ. არამედ ის ხალხი, რომლებიც აი ამ NGO-ების და რომლებიც უფრო მეტი საშინელებაა კიდე მე თუ მკითხავ, ეხლა მე ნახე მაგალითად ტელევიზორში ის სასამართლოს თავმჯდომარე ახვლედიანი, რომელიც ეხლა არანაკლები დანაშაული არის აი ამ ხალხზე უფრო ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო ის და ის უდგას ეხლა აი ამ ყველაფერს აი ამ ავანგარდში, რომ ის გამოდის აი ამ სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ის სისტემის ნაწილი თვითონ იყო. ანუ რაღაცა ესე ჩახლართულ რაღაც სქემებთან ხო არა გვაქვს ჩვენ საქმე და რაღაცა სხვა რაღაცა პროცესებსკენ ხო არ მივდივართ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ რაღაცა ძალიან ბევრი თამაშს აქვს ადგილი დღეს ქართულ პოლიტიკაში, ანუ მიდის რაღაცა პროცესები, შემდგომ რაღაცა იცვლება, რაღაცა ლაბირინთებისკენ ხო არ მივდივართ აი ამ პროცესების ფონზე, აი ესეთი დაბეჭდილება ხო არ გექნება. ეს დაახლოებით იგივე დაბეჭდილება მექნება, ბევრი არ გავაგრძელო, რომ რაღაცა შეიძლება ეს მესამე ვარიანტია, რომ მათი დაწონების ფონზე შეიძლება საერთოდ ისეთი სახელები შემოვიდნენ, რომელიც არაფერს არ წარმოადგენენ. ან შეიძლება უარესი იყოს. ან შეიძლება უარესი იყოს. მოსამართლე და შეიჩალათი. რეალურად ამითი იმის ჩვენება უნდათ, რომ სასამართლო ასე ვთქვათ, მთავრობის ეს დეკლარირებულია, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და ამიტომ ახლა ჩვენ არ ჩავერევით აქ დიდად, მაგრამ როგორ არ უნდა ჩაერიო ახლა
მოსამართლედ ამერიკაში რო ადამიანი ინიშნება, იმის რა ვიცი, ვისაც სწავლობენ, წინაპრებს სწავლობენ, მე მგონი 1-5 თაობის წინ რო თუ ვინმე რამე კრიმინალში არ იყო შემჩნეული ან რაღაცა და ეხლა ეს ადამიანები, რომლებიც რეჟიმს ათეთრებდნენ პირდაპირ თქვათ, თავისი უკანონო გადაწყვეტილებებით ამათი დანიშნა, ეხლა ეს ნონსენსია და ფაქტიურად ის დაპირება, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ მოგცა, რომ ოღონდ ეხლა მხარი დამიჭირეთ და გავითვალისწინებ ყველაფერს, მახსოვს მე ეს დაპირება. მე ვთხოვ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ გადახედოს თავის გამოსვლას არჩევნების პერიოდში და ზუსტად აი ამ გამოსვლიდან იხელმძღვანელოს და გაიხსენოს თუ რა დაპირებები მოგცა ჩვენ. ანუ იმ ხალხს, ვინც რეალურად შევეწირეთ სააკაშვილთან ბრძოლას და სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლას და უღარ დაგვასვამს თავზე იმ ხალხს, ვინც ამ რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ხურვანი მხარდამჭერები იყვნენ და ჩაკუჩით ათეთრებდნენ მათ გადაწყვეტილებებს. ახლა მე მახსოვს სასამართლო დარბაზში რომ შემიყვანეს, ჩემი შვილი გვერდზე იყო. თქვენ ვიბროინი იყო მოსამართლე? აღარ მახსოვს გვარი სიმართლე გითხრა, მაგრამ შემიძლია ჩავხედო იქ საქმე წამოღებული მაქვს, რომ შეიყვანეს და რომ დავინახე რომ ჩემ შვილს, ასე ვთქვათ, მოხსნეს. ხელბორკილები. ანუ შეასრულეს ის, რაც შეთანხმებულები ვიყავით, რომ მე ციხეში უნდა დავჩენილიყავ და ჩემ შვილს ანთავისუფლებდნენ. მაშინ ამოვიზუნთქე და მოსამართლე მეკითხებოდა, რა ამის ხوار დაამატებთ? რა უნდა დაემატებინა ახლა? შვილი განთავისუფლეს ჩემ თვალწინ და 3 დღე კარანტინში ამყოფეს სხვა კამერაში თან ჩემთან ერთად არ შეიძლებოდა და რა უნდა დამემატებინა ახლა რომ არასწორია ყველაფერი და შვილი შემოებრუნებინათ ისევე უკან არაფრისთვის თორე არაფრისთვის როგორ ვებძოდი სააკაშვილს და გაზეთიდან მოყოლებული ტელევიზიით დამთავრებული სუმაღალ ლაძღვაგინებაში ვიყავ და ამისთვის ახლა შენი გაზეთი ხელიდან ხელში გადადიოდა ხო მახსოვს რამის ერთადერთი მართალი სიტყვა იწერებოდა შენ გაზეთში მაშინ და ეს ხო დანაშაული არ არის მაგრამ ეს დანაშაულებო მართალს დანაშაულად ყველაზე სასწაული რა არის ცით იმ სისტემის ფუძემდებლები რომლებიც დღეს გამოდიან და ლაპარაკობენ რომ მსხვერპლი ვარ ჩვენ სისტემის რომ უსწერო ლაპარაკობ 0.01% იყო გამამართლებელი განაჩენი სტატისტიკა რომლის დროსაც მათი გადაწყვეტილებები სტრასბურგის სასამართლომ თავზე დაგვახია ჩვენ და მილიონობით თანხა უნდა წავიდეს ახლა საქართველოს ბიუჯეტიდან მოქალაქეების ჯიბეებში ჩვენი გადახდილი ფულები რომ აი ამათმა ეს გადაწყვეტილები გამოიტანეს და ახლა მაინტერესებს ხალხი რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდა ხალხი რომლების მოღვაწეობა სტრასბურგმა შეაფასა საკმაოდ მძიმე აი რატო უნდა ვენდო მე ისევ იმ ხალხს მაინტერესებს და ესენი მეუბნებიან რომ ჩვენ მსხვერპლი ვიყავით სისტემისო აი ხوار რომ მოვიდეს ხელისუფლებაში ვიღაც და უთხრას დაავალოს ამ ხალხს ამ ურუსიძეებს კიდე რომ უნდა შეასრულოთო რა გამოდის ეხლა ისინი გამოვლენ კიდე და იტყვიან ეხლა ჩვენ ხო ვიყავით სააკაშვილის სისტემის მსხვერპლი ეხლა იტყვიან რომ სიტყვაზე პეტრიაშვილის სისტემის მსხვერპლი ვიყავით თუ ვიღაცის ვინც მოვა ხელისუფლებაში და ამიტომ აი გაუგებარი ვიღაცა აშკარად დაწובה აი ამ კონცეფციას რომ ეს ხალხი არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები მე მახსოვს ციხიდან ახალი გამოსული ვიყავი აღვადგინე ჰოლდინგი და ბიძინა ივანიშვილთან მივედი ინტერვიუზე და აში კოკა ყანდიაშვილი იყო მისი პრეზიდენტი და ადვილად მოხდა მასთან კონტაქტი. რა ვიცი, ეხლა ფაქტიურად წარმოუდგენელი. და არა, ძალიან საინტერესო. აი ჩვენ ეხლა 25 წუთი. აი ძალიან საინტერესო რაღაცას ვამბობ, ზუსტად აი ამ პერიოდში ჩავეტევი და მაშინ კითხე, ბატონო ბიძინა, განართულია მეთქი რომ 300 იურისტი ახალგაზრდა მოძებნოთ და პროკურატურას დაახმაროთ მეთქი და რთულია შენ წარმოედგინე 300 იურისტის. ნე გასაგებია ჩვენ ზუსტად 5 წუთი შევისვენებ და კлау გვექნება სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე საუბარი. 5 წუთით შევისვენებ საკუთრებით. გვაგზელებთ მაუწყებლობას ეთერში გაცემა სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი სტუმრებია მემარცხენე ალიანსის ლიდერი სოსო შატბერაშვილი ჯორჯიან თაიმსის დამფუძნებელი ბატონი მალხაზ გულაშვილი და ეხლა ჩვენ არ გვინდა რომ მარტო ერთი საკითხით შემოვიფაროთ პრინციპში ბევრი ვილაპარაკეთ ამ მოსამართლესთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი არის ასევე ჩვენი ქვეყნისთვის ეს უკრაინის ავტოკეფალია რომელიც იცნო და ძალიან დიდი ვნებათაღელვა მოყვა ამ ყველაფერს ეს ტომოსის გადაცემა
პრობლემამ და ეხლა ჩვენს ხელისუფლებაზე არის დიდი დაწოლა. დღეს სხვათა შორის სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა, მე ვფიქრობ, ძალიან სწორი განცხადება, როდესაც მას დაუსვეს კითხვა, რომ ის თუ მიულოცავდა უკრაინელებს აი ამ ცნობას ავტოკეფალიის, მან თქვა, რომ ის ვერ გადაახტება საქართველოს საპატრიარქოს, ვინაიდან საქართველოს საპატრიარქომ უნდა დააფიქსიროს ჯერ პოზიცია და შემდგომში უკვე პრეზიდენტიც უკვე შესაბამისად იმოქმედებს. ანუ ეს არის, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი სწორი პირველი პრესკონფერენცია იყო სალომე ზურაბიშვილის და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან სწორი ნაბიჯი, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც ეხლა რომზე უნდა დაველოდოთ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას და უნდა გითხრათ, რომ ძალიან ესეთი საკმაოდ ნებათაღელვა აქვს აი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მაგალითად საბერძნეთის და პოლონეთის ეპარქიებმა, ანუ იქაურმა ეკლესიებმა არ დაუჭირეს მხარი, სერბეთმაც არ დაუჭირა მხარი და ეხლა თუ მართლმადიდებულმა ქვეყნებმა თავი შეიკავეს უკრაინის ავტოკეფალიის ცნობასთან დაკავშირებით. მე ვერ გავიგე ხა საქართველოს რატო უნდა გადადგას ნაბიჯი, მით უმეტეს ამას შეიძლება ჯაჭვური რეაქცია მოყვეს და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შემდგომში ცნობა მოყვეს, ანუ მათი ეკლესიების დამოუკიდებლობის, იმიტომ რომ რუსეთი შეიძლება ამაზე წავიდეს. ამიტომ აი ეს საკითხი არის საკმაოდ ისეთი ჯაბაასი საგანი და ბატონო სოსო, აი თქვენი დავიწყებ. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელიც ვიცით რომ ძალიან დიდი დაწოლის ქვეშ არის დასავლეთის და ფაქტიურად ეხლა ჩვენთან ნატურა რიცხვება ამერიკისაც თუ არ შეუთანხმეთ, ეხლა ამერიკისაც არ ყავს, მაგრამ პრინციპში რა მნიშვნელობა, ვინ მოვალეო შემსრულებელი ხო არის. ანუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ჩვენ საერთოდ რა რეაქცია უნდა გქონდეს, როდესაც აი ეს აი ამ უკვე დილემის წინაშე დავდექით, უნდა ვცნოთ თუ არ უნდა ვცნოთ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა. მე პირადად უკრაინა მიმაჩნია მეგობარ სახელმწიფოდ და უკრაინელი ხალხი მიმაჩნია მეგობარ ხალხად, ქართველი ხალხის მეგობარ ხალხად. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, როდესაც მიწევდა უკრაინაში ჩასვლა, ყოველთვის ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობდი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი და ჩვენი მართლმადიდებლური ინტერესებიდან არ უნდა გამოვდიოდეთ და იმის დამიხედვით არ უნდა ვიღებდეთ გადაწყვეტილებას თუ რა აწყობს ჩვენს ქვეყანას, რა აწყობს ჩვენს ეკლესიას. მე როგორც ეკლესიის მრევლი, მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი, პირადად კატეგორიული წინააღმდეგი ვარ განკვეთილი უკრაინის არაკანონიკური ეკლესიის კანონიკურად და დამოუკიდებლად ცნობისა. ანუ ის რაც მიიღო სოფლიო პატრიარქმა, ეხლა ვინც ნაკლებად არის ჩახედული ამ საქმეში, მათ გასაგონად ვიტყვი, სოფლიო პატრიარქი კი ქვია, მაგრამ ის არ არის რომის პაპი. აი როგორც რომის პაპი არის ერთპიროვნული მმართველი და რასაც იტყვის და ქრისტეს მოადგილედ ითვლება ლამის, ასე არ არის მართლმადიდებლურ სამყაროში. პირველთა შორის პირველი, უпростоად თანასწორთა შორის პირველია კონსტანტინოპოლის პატრიარქი და კონსტანტინოპოლი აღარც არის კონსტანტინოპოლი, ის უკვე სტამბოლია და სიმბოლურად ზის იქ სოფლიო პატრიარქი. ამიტომ მისი გადაწყვეტილება არის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად მიღებული. ამიტომ ჩვენ საპატრიარქოს მართებს ძალიან დიდი სიფრთხილე და პირადად მე თუ მკითხავთ, ეს ჩემი პირადი აზრია, ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ. ამას ძვირფასო მეგობრებო, მეორე დღესვე მოყვება აფხაზეთის დამოუკიდებელი ეკლესიის აღიარება და მეორე დღესვე მოყვება ეგრეთ წოდებული ცხინვალის ეკლესიის აღიარება, რაც არ არსებობს ბუნებაში. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვდიოდეთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე დავიწყე იმით, რომ უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარი ხალხია და პირადად მე დიდი სიმპათიით უყურებ უკრაინელებს, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ აქ ნაჩქარევი და აი დღეს ერთ-ერთმა პროვოკატორმა ჟურნალისტმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეკითხვაც კი დაუსვა. პროვოკაციული შეკითხვა იყო, ვფიქრობ, იმიტომ რომ ასეთ შეკითხვას უსვამეს საპატრიარქოს და არა პრეზიდენტს. მადლობა ბატონო სოსო და აი ჩვენ პრინციპში გვაქვს ისეთი საკითხები, როდესაც ამერიკასთან შეთანხმებით ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეულად წინააღმდეგობაში მოვიდა, მაგალითად იგივე ჩვენს მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აი მაგალითად კოსოვოს აღიარების საკითხი. ჩვენ არ ვაღიარეთ კოსოვოს დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ შემდგომ არ მოჰყოლოდა ამას სერბეთის მიერ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ცნობა. ამბობდნენ
ნაციონალები მაშინ რომ სულ სხვა არის აფხაზეთიო და სულ სხვა როგორ არის აი ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო ის რომ ჩვენ კოსოვო არ ვაღიარებთ რომ აი სერბეთთან ჩვენ არ დაგძაბოდა შემდგომ ურთიერთობა ეხაც მე მგონი თვითონ უკრაინელებიც მათ უნდა გაგვიგონ ჩვენ იმიტომ რომ რეალურად ეხა თუ ჩვენი მეგობრები არიან და სტრატეგიული მოკავშირეები და იცოდნენ რომ შეიძლება ამას მოყვეს ის რომ რეალურად ჯაჭვური რეაქცია აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში და ეხა იგივე ამ კონსტანტინოპოლის პატრიარქს ძალიან ბევრი კიდევ პრობლემები აქვს აი ბართლომეოსთან მიმართებაში რომ გამოკეტა და გადააყენა და ამ პიროვნების ირინეოს დიახ და სერბეთის პატრიარქი ხო ანუ ძალიან ბევრი რაღაც ისეთი ნიუანსებია რომლის გადაწყვეტილებები საკამათოა აი ბატონო მალხას თქვენ როგორ ფიქრობთ იქნება საკმაოდ დიდი დაწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე იმ ძალების მხრიდან ამ კოსმოპოლიტების, ამ ფსევდოლიბერალების, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრია, დღე-დაღამე ჩვენ ტელევიზორი არ ჩაირთვება, რომ დაჟინებით არ იყოს საუბარი, რომ აი უკრაინელები გამოყავთ ეს თეოლოგები, რომლებიც არიან მოწამლული რაღაცა რაღაცა საპატრიარქოს და რაღაცა პატრიარქის წინააღმდეგ, რომ აი რატო არ ცნობთ, რატო არ იღებთ ნაბიჯს, რატო არ დგამთ აღა თქვენ რუსეთის აგენტები ხართ, ეხა რომან გოცირიძე გამოვიდა იმ დღეს და ვიცო რომელი სასულიერო პირიცო არ დაუჭერსო მხარსო აი ამ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობასო ისო რუსეთის აგენტები არის. ანუ მაშინ გამოდის სერბეთის ეკლესია, ესე იგი ბულგარეთის და ასევე პოლონეთის ეკლესიის, ესე იგი მღვდელმთავრები ყველა რუსეთის აგენტები ყოფილან. თქვენი აზრით, აი რა გაუძლებს აი ამ წლებს ჩვენი ხელისუფლება, იმიტომ რომ ხო ვიცით რომ იქნება საკმაოდ დიდი დაწოლა აი ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს საკითხი ძალიან დიდი ხანია რუსეთის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა დასვეს საქართველოს წინაშეც და აქაც ბევრი ექსპერტი იყო ჩამოსული, სადღაც 6 თვის წინ იყო ამ თემაზე ლაპარაკი. მე ვერ გეტყვით, რომ ეხლა დღეს წარმოიშვა ეს საკითხი. მათ აინტერესებდათ ზოგადად საქართველოს პოზიცია, როგორი იქნებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც აღიარებდნენ უკრაინის ეკლესიას. ანუ 6 თვის წინ უკვე ეს პროცესი დაწყებული იყო. ანუ ეხლა არ დაწყებულა და 6 თვის წინ საქართველოს საპატრიარქოს ჰქონდა სწორი პოზიცია და მე იმედი მაქვს რომ ამ პოზიციაში აინარჩუნებს. საქართველოს ეკლესია დაელოდება პროცესს, დაწერია იმ ტომოში, უნდა წაიკითხოს აუცილებლად, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საქართველოს საპატრიარქომ გააკეთოს განცხადება. ყველა განცხადება ბოდიში სინოდის წევრებს არ მოუწერიათ ხელის ტომოსი რომ ჩავიდა უკრაინაში. ეს ხო სინოდის წევრებს ხო უნდა მოეწერათ ხელი და აკლია ხელმოწერა და ესეც ძალიან კურიოზული ფაქტია. თან დაკარგეს ეს ტომოსის ტექსტი, როგორც ინფორმირებული ვარ და იქ რაღაცა შაყირობენ პუტინმა მოყარაოთ რაღაცა. მოკლედ ერთი სიტყვით მე ის თქვა მინდა იცით საქართველოს ძალიან ძიმე სიტუაციაშია დღეს. ეხა ერთი მხრივ რომ ეს ლიბერალები აკვირდებოდნენ ამაზე ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ მათი მიზანია რომ ქართული ეკლესია დაინგრეს და დაიშალოს მარტივმამრავლებად, რა დავალებაც აქვს მათი შემკვეთებისაგან, ეს ვიცით ყველამ ძალიან კარგად, რაც საბერძნეთის ეკლესიაში გააკეთეს რომ 8 დამოუკიდებელი ეკლესია, იგივე მოდელი უნდათ რომ საქართველოში გაათამაშონ და ყველანაირ მიზეზს ეძებენ რომ აი ამ მიზეზის ნიადაგზე ერთმანეთში ეპარქიებმა ასე ვთქვათ დაიწყონ ბრძოლა. რუსთავიორის სიუჟეტი იყო პირდაპირ გამოაცხადა რომ აი უკვე გახეთქილება აშკარაა, ესენი სხვა პოზიციაზე არიან, ისინი სხვა პოზიციაზე არიან. ვინ ესენი? ერთი პეტრი არის, ჭყონდიდელი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პოზიციას აფიქსირებს თავიდან ბოლომდე. მეტი ვინ არის, რომ ასე ვთქვათ, სინოდიდან გამოყოფილი პოზიციას აფიქსირებს. კი ბატონო, ეგენი დიდი ხანია შემჩნეული იყვნენ, ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს, ჩვენ მაშინ გაზეთში დავწერეთ და ეხლა იგივეს ვიმეორებ, ხომ მე პატრიარქის წინაშე კი შენდობა ვითხოვე, მაგრამ ესე იყო, მოსთხოვეს მას გადადგომა სააკაშვილის დროს. პატრიარქს მოსთხოვეს, თელმა მღვდელმთავრებმა გადადგომა. უთხრეს რომ გადადექიო. თუ გინდა რომ დაფინანსება წარმოიდგინოს ეკლესია. აღარ მინდა ეხლა ამ თემას დაუბრუნდე, იმიტომ რომ დიდი ამბავია. არა, ეგ ხა პირველად გავიგე. მაშინ ჯორჯიან ტაიმში დავწერეთ ეს ყველაფერი რაღაცა, მაგრამ ეს პროცესი რომ მაშინ იყო, ეხლა რა არის გასაკვირი, როცა ეხლა იგივე ხდება. გამოდის პეტრე ჭყონდიდელი და ისეთ სიტყვებით ამყობს პატრიარქს, მე არ ვიცი. წებს იკეთილი არ არის. აბა ეს იმდენად წარმოუდგენელი განცხადება. ეს არის ჩემთვის გაუგებარი, მიუხედავად იმისა, რომ ეს პეტრე ცავა ჩემთან ერთად იყო
წამოსული მაშინ კომისია რო გავაკეთეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კომისია, სადაც სოსო ჯაჭვლიანი, გოგი ქავთარაძე, მამუკ არიშიძე და ტატო ლასხიშვილი იყო და პატრიარქს ვთხოვე რომ ვინმე მღვდელმთავარი გამომაყოლე მეთქი თქვენო უწმინდესობაო, გამომაყოლა პეტრე ცავა, რომელიც მაშინ ტელევიზიას ხელმძღვანელობდა. სააკაშვილის დროს. მე კი მივხვდი რატო გამომაყოლა, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ეხლა რისი თქმა მინდა, ძალიან მძიმე სიტუაცია რა ხდება ცხინვალში. ცხინვალში ააშენეს ტაძარი. მე ის რაღაც გეუბნებით, რაც არც საინფორმაციოებში არც არა. ცხინვალში ააშენეს საკმაოდ დიდი ტაძარი და ამ ტაძარში ეს ასე ვთქვათ ბიბილოვი პირდაპირ აწვებოდა, ასე ვთქვათ კირილეს და ეუბნებოდა რომ თუ არ მოგცემ მღვდლებს რომ აქ იყოს მსახურება, ჩვენ მაშინ საბერძნეთის ეკლესიიდან, ერთ-ერთი ეკლესიიდან მოვიწვევთ მღვდლებს და აქ იქნება მსახურება. ეს პროცესი დაწყებულია. წარმოიდგინე ახლა კირილეს რა დონეზე უხდება ამ პროცესის შეფერხება, იმიტომ რომ იცით ხო, რომ ახლა ბიბილოვს საკმაოდ ძლიერი ძალოვნები უდგანან უკან რუსეთის ხელისუფლებაში და ისინი ცდილობენ რომ მაქსიმალურად თავის პოზიციები გაამყარონ ამ თვალსაზრისით. სამხედრო ბაზაა ფაქტიურად. კი ბატონო, სამხედრო ბაზაა, ხო. პირდაპირ გრუს მართვის ქვეშ არის გადასული ცხინვალი და სოხუმი. იმიტომ არის ხაჯიმბა, აქ ბიბილოვი, ვიღაცები რო ყავდათ, ესენი მოაშორეს და ეხლა პირდაპირ სამხედრო ბაზებია. ეს სამხედრო ბაზა, ხო, ესეთ ულტიმატუმს რო აყენებს, უნებრივია, რომ ეხლა იქ სამოდელო პირსაც უცდება, ხო, რაღაც თავისი მოსაზრებები ამას დაკავშირებით. როგორც კი საქართველოს აი ამ ნაბიჯს გადადგამს, ჩათვალე რომ რუსეთი გააკეთებს ამას. მეორე დღესვე. ეს ერთი. იგივე ეს ფილია და ეს რაც აფხაზეთში ხდებოდა, ხაპლია და ასე შემდეგ. აი ეს ხალხი იგივეს გააკეთებს. ანუ ჩვენ ახლა აი ამ შერყეულ ლიბერასტებს უნდა უსვინოთ და ამათ ჭკუაზე უნდა ვიაროთ თუ სახელმწიფო ინტერესებიდან მე ესენი ეს ლიბერასტები რა არა მე სხვა რაღაცას ვამბობ გარდა მაგისა მე მათი პოზიციას გეტყვი რომ აი ჩვენ მაინც არ გვიშვებენ იქა მღვდელმსახურებას ვერ წარმოებენ ქართველები მაინც დაკარგული გვაქვს და რა აზრია ეს პოზიცია არა დაკარგული რა გითხით ანუ ეკლესია აღიარებას არ იძახიან რომ ვერ მიდიან ჩვენი მსახურება ეკლესიურად დაკარგული არ არის ეხლა უფრო მეცაც გეტყვით ეს დაწოლა უფრო გაძლიერდება, იმიტომ რომ ამათი მიზანია, ანუ საერთოდ გეოპოლიტიკოსების, ვინც ამ პროცესებს დაწოლების დაფასავით აწყობს იქ, სადაც აწყობს და მე აქ ეს გამხორციელებელი აგენტურა ამას ახორციელებს, ამათი მიზანი რა არის, რომ მთლიანად მოიშალოს რუსეთ-საქართველოს შორის სარწმუნოებრივი კავშირიც კი. აი ეს არის მთავარი მიზანი. აქეთკენ მიდის ეს ყველაფერი. როგორც უკრაინა რუსეთს შორის მოშარეს სარწმუნოებრივი კავშირი და დაიწყეს. ამას უნდათ რომ მიაყოლონ საქართველოს. ამის გეგმა რა არის? ამის გეგმა არის რომ მთლიანად გათიშული იყოს ეს მართლმადიდებლური და სლავური ერები ერთმანეთისგან, რომ უფრო ადვილად იქნენ მართვადი. და არანაირი პერსპექტივაც კი არ გაჩნდეს იმისი, რომ ამ ხალხს როდესმე გაუჩნდება სურვილი რაღაც საერთო კავშირების და ურთიერთობების თქვენ მოგეხსენებათ, რომ მართლმადიდებლურმა რელიგიამ დაამარცხა ფაშიზმი. აი მე ახლა სტალინის მიერ აღორძინებულმა, ლენინის მიერ განადგურებულმა და ტროცკის და სტალინის მიერ აღორძინებულმა მართლმადიდებლურმა რელიგიამ. სოფლიო მიწის ამის შესახებ. წარმოიდგინეთ, როდესაც სტალინმა მოიწვია ყველა მღვდელმთავარი და წირვალოცვას თვითონაც ესწრებოდა მაშინ აღადგინა საპატრიარქო ტახტი და ფაქტიურად მაშინ ამ წმინდა მამებმა გადაწყვიტეს ომის ბედი და იმ შემართებამ რაც მართლმადიდებლობა მოიწვია და ეს იყო აი სახალხო მართლმადიდებლობა რაც მაშინ სტალინმა მე ვფიქრობ სამწუხარო რეალობა ეს არის რომ არა ნიკოშ უნდა დავამთავრო იმიტომ რომ ეს პროცესი რაც მაშინ დაიწყო ეხლა გრძელდება და ზუსტად ამას ემძვიან რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ გასაგები ეს რა გეგმებიც აქვს ხა მე თვითონ შევჩენკოს გამოსვლა ჩემი მეგობრის რომ საქართველოს ჩვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ ისინი მართლმადიდებლები არიან და ასე შემდეგ ესეც ბევრ ამაზე მეტყველებს იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლებაშიც უკვე დაიწყეს რაღაც სხვა რაღაცებზე ფიქრი და იმედია რომ ამასაც რაღაცა გაგზელება მახსოვს რომ თუ რა თქმა უნდა ჩვენ სისულელებს პატრიარქი ეხა ყველაფერს არ იტყვის იმიტომ რომ პატრიარქი დიდი
რა ვიცი მე თუ მკითხავ ყველაზე დიდი პოლიტიკოსი პატრიარქი არის მიუხედავად იმისა რომ სასულიერო პირია იმიტომ რომ მისი გადაწყვეტილებები ძალიან ესეთი სიბრძნით არის ახსოვსე და გახსოვთ ალბათ რომ პატრიარქი აპირებდა ჩასვლას აფხაზეთში და გადაწყვეტილიც იყო ის მაგრამ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა რომ პატრიარქი რო აქ აფხაზეთში ჩასულიყო აქ რა ამბები ატყდებოდა როგორი პროცესები წავიდოდა ან ის თუ გახსოვს რომ პერევში როგორ გაიყვანა პატრიარქმა რუსის ჯარი ეს და მე შემდგომში ხო სააკაშვილმა როგორ შეიყვანა იქ რომ ჩვენ ვითომ ჩვენ დავიბრუნეთ და ამ დროს პატრიარქის გაწყვეტილება იყო და აი როდესაც აი ამაზე აი ყველაფერზე ვლაპარაკობთ ეხლა ერთი რამე უნდა გულახდილად ითქვას რომ დღეს თუ არის სოფლიოში მართლმადიდებლობა ისეთ სიმაღლეზე როგორიც არის ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს ეს არის რუსეთის დამსახურება დღეს რუსეთი რომ არ იყოს აი მართლმადიდებლობის აი ესეთი ფლაგმანი მთელ სოფლიოში დღეს სირიაში კვლავაც დახოცავდნენ და ხოცვა იქნებოდა იმ ქრისტიანების და ჩვენ ვიცით რომ სწორედ ქრისტიანების დევნა რუსეთმა შეაჩერა როდესაც ის მან შეიყვანა ჯარები სირიაში მართლმადიდებლური ქრისტიანების მართლმადიდებლური და ამიტომ ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო სოსო ჩვენ ვიცით რომ მე როდესაც ხელისუფლებაზე ვლაპარაკობდი დაწოლა იქნება მეთქი ხშირ შემთხვევებში როდესაც ხელისუფლებას რაღაც სულ საპატრიარქო იზიარებს ამ პოზიციას თორე საპატრიარქოს გადასაწყვეტია ეხლა აღიარებს თუ არ აღიარებს და ხომ არ მოხდება ისე რომ რეალურად ხელისუფლების გარკვეული ეხლა ბილად რო თქვათ რაღაცა გარკვეული მცირე დაწოლაც იყოს რომ აი მათ მიიღონ ეს გადაწყვეტილება აი სანამ თქვენ იტყოდით ერთი მაყურებელსაც შემოუშვა და იქნებ ერთიანად რო გავცეთ პასუხი გისმენთ დიახ მოგესალმებით ძლივს ჩავერთე ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა ბატონო ნიკოლოზ ისეთი სიმართლე რო გვესმის და იქნება ბატონო მალხაზმა ძალიან ჩვენს გვაშფოთებს ბრევს და რიგით ქართველებს ძალიან გვაშფოთებს რა გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი ვაი თუ იქ წევრები არიან ისეთი რომ დაძლიონ და მართლაც რომ აღიაროთ ამის საშიშროება გვაქვს თუ რამე შეგიძლიათ გვითხრათ ჩვენ პრინციპში ამაზე ვილაპარაკეთ ხალბატონო თუ ორი ეპისკოპოსია პეტრე და გრიგოლი რომელიც ფოთის ეპისკოპოსია რომლებიც ასე აქტიურად ლობირებენ იმას რომ საქართველოს ცოდოს უკრაინას დანარჩენი ეპისკოპოსებიდან ასეთ პოზიცია არ ყოფილა აი ბატონო სოსო თქვენ როგორ ფიქრობთ აი მაყურებლის კითხვაც იყო გაიტანენ ამას იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ მთელი ეს მედია რომელიც არის ლიბერალური აი ამისკენ არის მომართული როგორმე ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგათ და პრინციპში საქართველოს კიდევ უფრო დიდ უბედურებაში აღმოჩნდეს რა და აი რამდენად რეალურია რომ ეს მოხდეს და პატრიარქი ბრძენია პატრიარქი რა თქმა უნდა დიდი ადამიანია მაგრამ პატრიარქიც ითვალისწინებს რაღაც სიტუაციას ხო რომელიც ხდება და ვითარდება გასაგებია მე კიდევ ერთხელ ვეთანხმები მალხაზს და საერთოდ თქვენს გეთანხმებით რომ სიტუაცია ურთულესია შესაძლოა ხელისუფლებიდანაც განხორციელდეს ზეწოლა საპატრიარქოზე მაგრამ მე მიმაჩნია რომ სანამ ზეწოლა უკვე დაიწყო როდესაც ეს ახალგაზრდული ფრთა იძახის რომ უნდა ცნოს ეს ეგრეთ წოდებული ახალგაზრდული ფრთა რო არის იმიტომ რომ მათ არ ენაღლებათ ქვეყნის ბედი და იღბალი და არ არიან საქმეში ჩახედულები რაც ყველაზე მთავარია საპატრიარქომ უნდა იხელმძღვანელოს ჟულის კანონის მიხედვით არ აქვს უფლება არავის ჩაერიოს საეკლესიო საქმეებში მით უმეტეს უცხო ქვეყნის საეკლესიო საქმეებში და ეხლა ცნობა აღიარება შესაძლებელია მოხდეს მაგრამ ნუ ამას რა მოყვება ესეც ხო უნდა გავითვალისწინოთ არა რუსეთი ხომ სუპერ სახელმწიფოა და თავის თავს უწოდებს მესამე რომს როგორც მართლმადიდებლური სამყაროს ლიდერი მესამე რომს ეხლა მე ნაკლებად გათვითცნობიერებული მაყურებლებისთვის მინდა ვთქვა რომ პირველი რომი იყო თითო რომი მეორე რომი იყო კონსტანტინოპოლი და როდესაც კონსტანტინოპოლი დაეცა მეჰმედ მეორეს შემოსევის დროს მესამე რომი უწოდა თავის თავს რუსეთმა და მართლმადიდებლური სამყაროს ფლაგმანია ეს მოგწონს თუ არ მოგწონს თუმცა საქართველოს ეკლესია არის უდიდესი ეკლესია 60 ეკლესიაა იმ დროს როდესაც რუსეთში არც ერთი მოციქული არ იყო ჩაბძანებული და აქ 3 მოციქული იყო და ბოლოს და ბოლოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა 4 მოციქული იყო მოციქულთა სწორი და რატო ამბობ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სიტყვას აი ამ შემთხვევაში და მე ვფიქრობ სანამ ილია მეორე არის
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და ღმერთმა დიდხანს და ჯამთელად ამყოფოს ვერც ერთი ძალა ვერ გაბედავს და ვერ ჩაერევა საქართველოს ეკლესიის მართლმადიდებლური ეკლესიის იმედიანად მინდა ვიყო. ჩემი აზრია. აი ბოლო კითხვა მე მალხასაც მინდა დავუსვა. აი ეს ეპისკოპოსები, რომლებიც უწოდებენ პატრიარქს ფაქტიურად წყემსი კეთილი არ არისო, ესე იგი ბოროტი არისო, ხო? გამოდის ამას ამბობს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეპარქიის ხელმძღვანელი, ხო? უდიდესი შეურაცხყოფა. აი თქვენ როგორ ჩვენ ხო ეკლესია გამოხატავს ხალხის განწყობილებებს, როგორც ხელისუფლება არის ხალხის წყარო, ისევე ეკლესია ხალხის ნებას გამოხატავს, ის ეპისტოლეს ხალხის გარკვეული სურვილებით გაჟღენთილი და პოზიციებით გაჟღენთილი იყო. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ თუ არა, მე ვფიქრობ, რომ ეკლესიისგან რომ უნდა დადგეს იმ მეუფეების განკვეთის საკითხი, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ პატრიარქი ბოროტია, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული შენობები ბორდელებია, გახსოვთ პეტრეს განცხადება რუსთავიოში. ანუ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს შეურაცხყოფები და თქვენი აზრით დადგა თუ არა საკითხი, რომ ჩვენ მოვითხოვოთ უკვე და გადაიჭრას ბოლოს და ბოლოს, იმიტომ რომ არ შეიძლება სიმსივნემ მთელი სხეული მოიცვას, ხო? არ ვიცი ეს მეუფე პეტრე რაღაც მოუშუშებელი ჭრილობა არის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მის განცხადებებს რო უსმენ უბრალოდ მე პირადად ძალიან ცუდად ხვდები როგორც მართლმადიდებელი იმიტომ რომ თუ ის არ ემორჩილება წმინდა სინოდის გადაწყვეტილებებს თუ ეს არ ემორჩილება ჟულის კანონს და სხვათა შორის, როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, იქიდან ჩამოდიოდა ესეთი ინფორმაციები, რომ კაბინეტშიო ქრისტეს მაცხოვრის ხატი უკიდია და მეორე მხარეს სააკაშვილისო. აი ესე თანაბრად აქვსო, ჩამოკიდებულიო და გვახსოვს მის დროს, როგორ ხოტბას ასხავდა საპატრიარქოს ტელევიზია სააკაშვილის ხელისუფლებას. საბედნიეროდ ტელევიზიაში ჩამოაცილეს მეუფე პეტრე და ეხლა ისეთნაირად იქცევა, რომ ესე ეგრეთ წოდებული რასაც რუსულ სიტყვას ხმარო, მაგრამ ქართულ ეკლესიაშიც უნდა შემოიტანოს, მაგრამ არ ამგონია გაუვიდეს ეს ამბავი და რაც შეეხება განკვეთას, ესეც ეკლესიის საქმეა, თუმცა ჩვენ ხალხს, მრევლს შეგვიძლია მოვითხოვოთ ეს. აი ეს განცხადება, რაც გააკეთა მეუფე პეტრემ, ეს ფაქტიურად ნიშნავს არა მარტო განდგომას, არამედ უდიდეს შეურაცხყოფას მისი უწმინდესობის და უნეტარესობის. ბატონო, აი თქვენ მინდა კითხოთ, ეხლა ხალხი, ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა, ვინც ერთ წმენაშია, დაბკოლებაში ვერ ჩავარდება, მაგრამ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი დაბკოლებაში ჩააგდოს აი ამ განცხადებამ, რომ კაცი გამოდის და ამბობს, რომ პატრიარქი წყემსი კეთილი არ არისო. და რა ვიცი, კი ეს არის კიდე უარეს განცხადებები გვესმის, ხო? და ხელისუფლებასაც წვდება პრინციპი, სასულიერო პირი უკვე ხელისუფლების საქმეებს წერება, როცა მართლა ჩასარევი იყო და მართლა გასაკეთებელი იყო განცხადება ბაჩო ახალაიების და აი ამ მეგის ქარდავების უკანონო ქმედებებზე მაშინ არაფერს არ ამბობ. აქედან გამომდინარე, გასაგებია რომ ეკლესიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, განკვეთა იქნება თუ დაწინაურება, მაგრამ ჩვენც ხო გვაქვს რაღაცის მოთხოვნის უფლება. მრევლი ყოვად ეკლესია ხო მრევლის გარეშე წარმოუდგენელი. ვართ ვალდებულები, აი როგორც უღდელ სააკუპლება და ეპისკოპოს სააკუპლება, უფრო მეტი უფლება აქვს მრევლს და მრევლი ვალდებულია რომ მოითხოვოს თუ ესა თუ ის მღვდელთავარი ან მღვდელი არაკეთილსინდისიერად ემსახურება უფალს და მართლმადებლურ ეკლესიას. ბევრი ყოფილა ესე მართლმადებლურ ისტორიაში თუ წიგნებს გადაავლებს თვალს, შემთხვევა, როდესაც განუკვეთიათ ესე მრევლის მოთხოვნის საფუძველზე. იმიტომ რომ მრევლმა უკეთესად ხედავს, მრევლი უკეთესად ხედავს. გასაგებია რომ ეხლა საქართველოს ეკლესია ამას არ გააკეთებს, იმიტომ რომ ეს პირდაპირ გამოწვევას აკეთებს ეხლა ეს პეტრე ცავა, რომ პირდაპირ იწვევს საბრძოლველად საპატრიარქოს და მას რა მიზანით ამოძრავებს, გასაგებია რომ ალბათ რაღაცა მიზნები ამოძრავებს ისეთი, რომელიც ყველა ხედავს ამას. მაგრამ კიდევ ერთხელ ალბათ მიუტევებენ მას, იმიტომ რომ პატრიარქი არის ძალიან მიმტევებელი. რა ვიცი, ხა ბასილ კალაშვილმა პატრიარქი რო არ ყოფილიყო ესეთი მიმტევებელი, მინდა გითხრათ, ჩვენ ეკლესიაში ძალიან ბევრჯერ დიდი, აი თქვენ რასაც სიტყვა ახსენეთ, დასკოლნიკები, განხეთქილება იქნებოდა ძალიან ხშირად. პატრიარქის მიმტევებლობამ იხსნა ეკლესია. დღესაც როგორც ჩანს, ელოდება, რომ პეტრე ცავა, იგივე პეტრე ჭყონდიდელი მოვა გონს და იმ სიტყვებს, რასაც რაღაცებს ამბობს ხოლმე, ამ სიტყვებს უკან წაიღებს და შეინანებს. მე რატომღაც გონია, რომ ესეც უნდა მოხდეს, იმიტომ რომ იცით რა არის, ეხლა ამ შემთხვევაში
ისევე როგორც იქ უკრაინის გადაწყვეტილებაში საქართველოს ჩარევა, ისევე აქ ამ ეკლესიაშიც ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს. და არავის არ აქვს უფლება, რომ საქართველოს ეკლესიის ერთიანობა დააყენოს დარტყმის ქვეშ. და ალბათ საპატრიარქო არ მიიღებს არანაირ კაცის გადაწყვეტილებას. ჩემი აზრი ესეთი. გამომდინარე იმ ისტორიიდან, რაც ვიცი. მადლობთ ბატონო მალხაზ, იმეც გამოთქვათ, რომ მართლაც შეინანებენ და მოინანებენ თავიანთ აი ამ განცხადებებს, მაგრამ მე მაგალითად დიდი იმედები ამისი არ გამაჩნია და უფრო მეცაც გეტყვით, რაღაცა როდესაც ვიღაცა ცუდს აკეთებს, მე ეს ცუდი გადამდები არის და აი ეს პეტრეს განცხადებები პირიქით შეიძლება, როდესაც არ იშება კონკრეტული აი ესეთი განცხადების გამო, მე შეიძლება ამაც უფრო ცუდი რეაქცია გამოიწვიოს, იმიტომ რომ უამრავი სასულიერო პირი ყავს, ერთი არის გასაგებია, მაგრამ აი გაცილებით უფრო რთული პროცესები გამოულია პატრიარქის. შეიძლება პრინციპში ისე გამოულია გაცილებით უფრო რთული რაღაც აი თუნდაც სოფლიო საეკლესიო კრებიდან გამოსვლა. სამწუხაროდ ჩვენი დრო ურთულესი პროცესი იყო, მაგრამ პატრიარქმა შეინარჩუნა. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ბევრ საკითხს შევეხეთ, ბევრი დაგვშეკიდე განსახილველი, ჩვენ აუცილებლად შემდგომ გადაცემებშიც ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე. ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო კი ამოიწურა, ეთერში იყო გადაცემა სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც უძღვებოდი მე ნიკოლოზ ჟავანაძე, ჩვენი სტუმრები იყვნენ მემარცხენე ალიანსის ლიდერი ბატონი სოსო შადბერაშვილი, დიდი მადლობა ბატონო სოსო მობრძანებისთვის და Georgian Times-ის დამსხმდელი ბატონი მალხაზ გულაშვილი. მადლობთ. გილოცავთ დამდეგ კალანდას, მეორე ახალი წელიც გვიახლოვდებათ 14-ში და იმედს გამოვთქვათ, რომ მართლაც 2019 წელი შეიძლება იყოს გარკვეული მძიმე წელი, მაგრამ უფრო პოზიტივზე გვექნება და სასიამოვნო საკითხებზე საუბარი ქვეყანაში. კარგად ბრძანდებოდეთ.